კარვასლაში დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თბილისის საკრებულო ერთობლივი პროექტის უძველესი თბილისის პრეზენტაციას გამართავენ. პროექტი უძველესი თბილისი სამეცნიერო კვლევითი პროგრამაა, რომელიც თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა აღნუსხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას და არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს. პრეზენტაციის პარალელურად გამოფენაზე თბილისის ტერიტორიაზე ნაპოვნ არქეოლოგიურ ექსპონატებსაც გამოიტანენ. პროექტის დეტალებზე კურიერის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ზაალ. მოგესალმებით. ბატონო ზაალ, პირველ რიგში ცნობილია, რომ პროექტი საკმაოდ გრანდიოზული იქნება დედაქალაქისთვის. რა თანხებით იგეგმება სამუზეუმო-საცავის ინფრასტრუქტურის განვითარება და სამეცნიერო კვლევების ჩატარება? ეს არის ამ ძალიან დიდი პროექტის, რომელსაც ქვია უძველესი თბილისი ევრაზიის კულტურათა გზაჯვარედინი და დღევანდელი გამოფენის გახსნა. ეს არის პირველი ნაბიჯი, ეს არის ამ პროექტის პრეზენტაცია, ხოლო შემდეგ, რა თქმა უნდა, პროექტი გაგრძელდება. ჩვენ პირველ ეტაპზე ამ გამოფენის მოწყობაში დავეხმარეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ამ ექსპოზიციის მოწყობა და მისი ორგანიზება დაჯდა 14,000 ლარი. ბატონო ზაალ, დღეს გამოფენა ამ ქარვასლაში რა გამოფენაც გაიმართება, ვიცით რომ ექსპოზიციაზე რუსთავი ორის ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი ექსპონატებისთვისაც არის ადგილი. უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება გითხრათ, რას ნახავენ დღეს დამთვალიერებლები? სიამოვნებით მოგახსენებთ, დღეს გამოფენის სტუმრები ნახავენ გახდებიან მოწმენი აღმოჩენისა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად თბილისი არის გაშლილი, 6,000 წლის მანძილზე უწყვეტად სახლობდნენ ადამიანები. ამ უწყვეტობასაც აქვს თავისი მიზეზი. მიზეზი გახლავთ ის, რომ თბილისი იყო გზაჯვარედინი, ეკონომიკური, სავაჭრო გზაჯვარედინი და ამავე დროს ეს ბუნებრივიც არის კულტურათა გზაჯვარედინი. ძალიან ძველი ქალაქები ამ ტიპის უწყვეტობით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა აი ჩვენი დედაქალაქი აი ამ გამოფენის მეშვეობით მნახველები შეიტყობენ იმას, რის შესახებაც მე მოგახსენებდი. რაც შეეხება დელიში, კერძოდ რუსთავი ორის შენობის სიახლოვეს აღმოჩენილ ექსპონატებს, ეს გახლავთ მე-5000 წლეულის მეორე ნახევრის ნიმუშები, ეს არის ბრინჯაოს ნიმუშებია. ერთი შეხედვით რაღაც ისეთი უმნიშვნელო თითქოს, მაგრამ სინამდვილეში რაც მეტყველებს იმას, რომ მე-5000 წლეულში აი ამ ტერიტორიაზე იყო განვითარებული იმ ეპოქისთვის და არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის მაღალი ტექნოლოგიები. ეს არის ბრინჯაოს ნივთები და ბრინჯაოს ნაღვენთები. ანუ დნობის დროს ის რაც დაეღვენთა მიწას 6,000 თითქმის 6,000 წლის წინ. ანუ ახალი დეტალები თბილისის ისტორიის შესახებ. ეს არის ახალი დეტალები თბილისის ისტორიის შესახებ და თუ აქამდე ჩვენ ვიცოდით, ჩვენ ვიყენებდით, ასე ვთქვათ, სიტყვაწყობას ახალი თბილისი, ძველი თბილისი, დღეიდან ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ საფუძვლიანად უძველესი თბილისის შესახებ და ეს უპირველეს ყოვლისა მრავალმხრივ არის საინტერესო, რა თქმა უნდა, სამეცნიერო თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ეძლევა საშუალება უკეთ იცოდეს თავისი ქალაქის ისტორია. ანუ უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, რათა გასცეს ზუსტი და კვალიფიციური პასუხი კითხვას, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით ვაპირებთ სვლას. დიდი მადლობა ბატონო ზაალ, გრანდიოზული პროექტის დეტალებზე